მე მგონი რატი მასე უპასუხა და მეც ვეთანხმები ხა ყველას თავის გზა აქვს, ყველას თავის დამოკიდებულება აქვს და ვერავის ვერ აუგზავნავთ ამა თუ იმ ტიპის რეაქციას, თუმცა ამასთანავე ჩვენი ერთი მინუსი ამ წლების განმავლობაში იყო ის, რომ არაფერს სერიოზულად არ აღვქვამდით. ანუ ივანიშვილის გამოჩენის დღიდან, აი როცა მან რაღაც ლექსი წაიკითხა თუ რაც ქვია მაგას თუ რაღაცებზე ილაპარაკა და სიტყვებს რომ ერთმანეთს აწებებდა და კოლოფსი, მაგათ კოლოფი და კოლაფსი და აი რაღაცებს იგონებდა ხო და გვეცინებოდა ამ ყველაფერზე ხო ეს კაცი რომელსაც არაფერი არ წაუკითხავს მეუღლისგან მოყოლით იცის კოტნი დვორი ბჭყალებში ესეც მისი ინტერვიუდან არის და ასე შემდეგ მას და მის მუხარებს სერიოზულად ხალხი ვერ აღიქვამდა. ასე მოვედით დღემდე. შესაბამისად ცხადია რაღაცები მამაში მეც მიმიზღვის წვილი არავისკენ არ ვიშვერ ხელს მე და დათო პაიჭაძემ ოდესღაც 2014 წლის კალენდარი გავაკეთეთ ბატონი ბიძინას გამონათქვამებით იქ მხოლოდ რამდენიმე მოხდა იმ ასეულობით სიურრეალისტური გამონათქვამიდან და სიტყვიდან რომელიც მან ქართულ ენაში შემოიტანა მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან სერიოზულად ანუ სასაცილოდ საქმე არ გვაქვს ეს სიცილი თავდაცვაა ჩვენი თავდაცვა რომ არ გაუსწოროთ ხშირად თვალი რეალობას. მესმის აბსოლუტურად ვეთანხმები იმ პათოსს რომ ეს ვიღაცეები და ეს რაღაცეები ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ვერ მოგვერევიან ისტორიულად და ვერანაირად, თუმცა მათი განზრახვა უნდა მივიღოთ სერიოზულად. მათიანი ეს არ არის მე მათი არც სახელები ვიცი, არც გვარები და არც მაინტერესებს ვინაიდან ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათი სახელით თუ სახით ჩვენ გველაპარაკება საქართველოს დღევანდელი მართველი ძალა რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს რუსეთს. ანუ, როდესაც ისინი ლაპარაკობენ სუვერენიტეტზე, ღირსებაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როცა სუვერენიტეტი ფაქტობრივად დაკარგული გვაქვს. საქართველოს, ანუ ჩვენ ისე რომ ევროპაში ვერ შევდივართ. რუსეთიდან უნდა გამოვიდეთ თავიდან. რაც 89, 90, 91 წლებში გავაკეთეთ, შემდგომ წლებში რისთვისაც ვიბრძოლეთ, რაც გამოვიარეთ, ჩათვალეთ რომ იგივე პროცესი თავიდან გვაქვს გამოსავლელი, მაგრამ მადლობა ღმერთს სხვა ვითარება ამ სოფლიოში და მხოლოდ ესენი კი არ ჩანან, ესენი კი არ ქმნიან დღის წესრიგს, არამედ დღის წესრიგს ქმნის მაგალითად ზელენსკი, რომელიც იყო ჩასული ვაშინგტონში და ელაპარაკა ტრამპს იმაზე, როგორ აწარმოებს უკრაინა პეტრიოტებს. კი ბატონო, ამათმა, ანუ უციგნურების ხელით დაიცვან ციგნიერება ბჭყალებში დარწმუნებული ვარ, არც სახარება აქვს, რომელიმე მათგანს წაკითხული, არც დოლარ ნუბაძე აქვს გადაშლილი. აი, რაღაც ისეთ მაღალ მატერიებზე კი არ მაქვს. ხო შეიძლება რაღაცა ნოველა, ფელეტონი ქონდეს წაკითხული. ეს ის ხალხია, რომელსაც ავით ხადაგიგვარა აქვს წაკითხული. შეიძლება ანბანი არიციან თავიდან ბოლომდე. და ამათ ხელით გვემუქრებიან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხი. ჩვენ მართლა ერეკლე მეორეც გვიყვარს, დუმბაძეც გვიყვარს, ჩვენი ისტორია გვიყვარს კი არა, განვასახიერებთ. ესენი ესენი განასახიერებენ შეიძლება გაცვეთილია ეს მაგრამ აი ილიამ ბედნიერერში რაც დაიქედრეკილობას მორჩილებას სიმხდალეს როდესაც გადატრიალდება ეს ყველაფერი ეს გარყვნილი რეალობა რომ ამოტრიალდება ყველა მათგანი მოვა და იტყვის რომ რას ლაპარაკობ კაცო ანუ საიდან მოიტანა მე არ მithქვამს მე ასე ან სერიოზულად მიიღე შენ ეს არა იმანაც ხო გაიხუმრა იმასაც ხო გაეცინა და შეეცდებიან ამის ნიველირება შეეცდებიან ამ ყველაფერში მათი ბრალეულობის დაკნინებას მაგრამ ვიმეორებ ისტორიულად ჩვენ ამას არ უნდა მოვეკიდოთ ზედმეტი იუმორით თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან პარალელები 1920-იან და 30-იან წლებთან არის შემზარავი. განსხვავება ალბათ ისაა, რომ დახვრეტა არ არის. თორე დანარჩენი ის გზა რაც გამოიარეს, პრაქტიკულად იდენტურია, ხო? მაშინაც ბოლშევიკმა დაიწყეს იმაზე საუბრით, რომ უბრალოდ ერთი მთავრობა მეორედ შეიცვალა, ერთი სოციალისტური მთავრობა წავიდა და სხვადასხვა ეს პაპუაშვილმაც გაიმეორა რამდენიმე კვირის წინ თუ თვის წინ, რომ აიო მაშინო სინამდვილეში ერთი სოციალისტური მთავრობა წავიდა და მეორე მოვიდაო. განარამეო, ანუ დამოუკიდებლობის დაკარგვად კი არ წარმოუჩენია ეს, არამედ ერთი პარტიის მეორე ცვლილება. რაც მაშინდელი ბოლშევიკების ლოზუნგი იყო, მეცაც გეტყვით, განსხვავებით ქართული ოცნებისგან, პირველი თაობის ბოლშევიკებმა ერთხელ მაინც არის დამოუკიდებლობის აღლუმი 21 წლის 26 მაისს და ქართულ ოცნებას ეგ არც ერთხელ არ გაუკეთებია. ცხადია ისიც თვალისასახვევად იყო მაშინ გაკეთებული, მაგრამ მე გამოიარეს ზუსტად ის გზა, როდესაც ბევრი ადამიანი მორალური კომპრომისის გზაზე შეაყენეს, ერთმანეთზე დასმენები აწერინეს, მე ზოგმა ამის გამო თავიც მოიკლა და ვიცით ვიზეა საუბარი და რაზეა საუბარი, მაგრამ როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კრიტიკულ მასას მართლა თვალი აეხილა, სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. სამწუხაროდ უკვე იდგა 30-იანი წლები და იქ ადამიანებს არჩევანი პრაქტიკულად აღარ ქონდათ. ჩვენ ამისგან დღეს გვიცავს ის, რომ
და მე არავის შემართებას და ჰეროიზმს არ ვაკნინებ, ბუნებრივია, მაგრამ გვიცავს საერთაშორისო კონიუნქტურა. ცხადია, ხა ვიღაც გამოვა და იტყვის, რომ არ შეიძლება სხვის იმედზე ვიყოთ, მე არ ვამბობ, რომ სხვის იმედზე უნდა ვიყოთ, მაგრამ თუნდაც იგივე ეროვნული მოძრაობა, ქალბატონი ფიქრია დამემოწმება თქვენი სახით, მაგრამ ასევე ისინი, რომლებიც ზვიად გამსახურდა და მერაბ კოსტავა, რომლებიც 1956 წლიდან იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ამას ახერხებენ 30 და 35 წლის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო ვითარება ამისთვის უკვე მწიფდება, ხო? შესაბამისად, ჩვენი ჰეროიზმი ერთია, მაგრამ საერთაშორისო ვითარება ამისთვის არის საკვანძოდ მნიშვნელოვანი.